სრული დესუვერენიზაციის წინაშე ვდგავართ ჩვენ. ეს არის ობიექტური რეალობა და რაც არ უნდა ვიიმედოთ თავი და რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, კი, გასაკვირველია, ყველაფერი კარგად იქნება, აგე მეც ვიმეორებ, მაგრამ მოცემულ ეტაპზე დღეს არის აი მალე 15 მაისი დადგება, დღევანდელი მდგომარეობით ჩვენს ქვეყანაში არის უკვე დამდგარი, აი ხილული, არსებული ჯოჯოხეთი და საქართველოს თავქვე პირდამხობილი იჩეხება რუსულ უფსკროლში. იჩეხება ყოველდღიურად, იჩეხება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებით, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ყველა განცხადება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სრული ჯოჯოხეთი გველის და უკვე ვართ ამ ჯოჯოხეთში, ნაწილობრივ მაინც ბელარუსიზაციის გზაზე ვართ და ის მეთოდები, რომლებიც თავის დროზე FSB-ს აგენტურის ინფილტრაციით ბელარუსულ საზოგადოებაში გამოიყენა რუსეთმა, გააორმაგა, დახვეწა, გააორმაგა და ჩვენთანაც ამ მეთოდებს იყენებს. არ დარჩება არა თუ სახელმწიფო უწყება, არ არის, შემიძლია ასე ვთქვა, არა თუ სახელმწიფო უწყება, არამედ კერძო სტრუქტურებიც, ასე მაგალითად აკადემიური სექტორი თუ კერძო აკადემიური სექტორი შერჩა ამ ქვეყანას და ყველაფერი სახელმწიფო არ გახდა. მოკლედ არც ერთი კრიტიკული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელშიც ქართველი რუსები ან პირდაპირ მნიშვნელობით FSB-ს რუსი აგენტები არ იქნებიან დასაქმებულები. მოდი დავასახელებ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო უწყებას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს არის თავდაცვის სამინისტრო, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის სუსი, ეს არის პროკურატურა, ეს არის სასამართლო, სახელმწიფო დაწესებულებებზე ვლაპარაკობ. ეს არის ეკონომიკის სამინისტრო, მაღალი ალბათობით ფინანსთა სამინისტროს და ასე შემდეგ. უკვე ეს რომ მოხდება, ამ პროცესში ვართ ახლა ჩვენ ყველანი. ეს რომ საბოლოოდ მოხდება, მერე უკვე ინფორმაციები, რომლებიც ისედაც შეედინება რუსეთისაკენ, ხო, FSB-ში, GRU-ში, ანუ KGB-ს მემკვიდრეები ვინც არიან, ხო, რა სტრუქტურებიცაა, ხო, ეს ინფორმაციები უფრო ინტენსიური გახდება და გამოხრავს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოს რუსეთის სპეცსამსახურები, ეს უნდა ვიცოდეთ. FSB-ს გადაწყვეტილებაა სწორედ საკრიტიკო შესაძლოა ჩვენ რომ არ მოგწონდა გარკვეულ შემთხვევებში, ან ზოგს მოსწონდა კიდეც, მე არ ვიცი ხა, ვერ გეტყვით ამორჩეველი, ამ კაცს ყავდა ცოტა, მაგრამ მაინც მომხრე ყავდა ცოტაზე მეტი, მე პირადად არ ყოფილვარ მისი მომხრე, მაგრამ FSB-ს გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრება იმის გამო, რომ მან ის არ გამოცხადდა ამ წულუკიანის ბანდიტურ კომისიაზე, მერე უკვე შეუფარდეს გირაო, რაც გადაიხადა ასე მაგალითად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, გადაიხადეს, ისინი შეძლებული ხალხია და მე თუ გითხავთ არც უნდა გადაიხადათ, მაგრამ კარგით, ნუ მისი კი არა მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ოქრუაშვილმა არ გადაიხადა და ამის გამო სასამართლო დარბაზიდანვე აიყვანეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც აკი გითხარით შესაძლოა მოგწონდეს და შესაძლოა არ მოგწონდეს. მეთქი მე პირადად არც მისი მინისტრობის პერიოდში ყოფილვარ მისი მომხრე, არც მისი ოპოზიციაში წასვლის დროს ყოფილვარ მისი მომხრე, არც ემიგრაციაში რო წავიდა, მერე დაბრუნდა, პოლიტიკაში დაბრუნდა, ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად იყო, ლიდერობდა ერთ პარტიას თუ ორ პარტიას, აღარც მახსოვს და ასე შემდეგ. მოკლედ ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო პერიოდამდე არასოდეს არ იწვევდა ჩემში სიმპათიას. ბოლო პერიოდამდე მერქი ვამბობ იმიტომ, რომ როდესაც ის უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ძალიან მალევე გაემგზავრა უკრაინაში და იქ როგორც თვითმხილველები, ეომრები პირველ ყოვლისა გადმოგცემენ, იბრძოდა ძალიან ვაჟკაცურად და თავდადებით, ამის შემდეგ ოქრუაშვილის მიმართ მე ერთგვარად მომიტრიალდა თუ მიმიტრიალდა გული, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ყოველთვის ვიყავი მისი პოლიტიკური ოპონენტი, მისი
პოზიციების კრიტიკოსი და ასე შემდეგ. ხო და პოლიტიკური გადაწყვეტილება კი არ არის მისი დაპატიმრება, არამედ FSB-ს შეკვეთა, იმის გამო რომ მან გირაო არ გადაიხადა. მაგრამ ეხლა ეს კანონში, ეგრეთ წოდებულ კანონში, de facto ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონში, ეს კანონის ჩარჩოებში ეს მოთავსებულია, მოქცეულია. პრობლემაც ის არის, რომ კანონი თავად, რომელიც შექმნა ამ უკანონო პარლამენტმა, ეს კანონი თავისთავად უკანონოა. ესე იგი წარმოიდგინეთ იმის გამო რომ ადამიანი არ ცხადდება კომისიაზე, ამის გამო მას უთავსებენ გირაოს, უფარდებენ გირაოს, გადახდას და გირაოს თუ არ გადაიხდის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას აკისრებით. ესე ნებისმიერ რამეზე შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, ქართულ მოცნებამ შეიძლება მიიღოს კანონი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მაღაზიაში უნდა შევიდნენ თვეში ერთხელ ასე მაგალითად და იყიდონ მთელი თვის პროდუქტი და ვინც თვეში ორჯერ შევა, ის დაპატიმრებული იქნება. ან გირაო შეეფარდება და თუ გირაოს არ გადაიხდის და მე დაპატიმრებული იქნება. არიზამენ, ხო, ერთი შეხედვით არიზამენ, მაგრამ გამორიცხულია. აბსურდულ წინადადებებს წარმოვთ თქვა, ცხადია, მაგრამ აბსურდში ვცხოვრობთ ჩვენ ქართული ოცნების პოლიტიკის გამოისობით, ქართული ოცნების გამოისობით, ანუ ქართული რუსული ოცნების პოლიტიკის გამოისობით ფაქტია და ეს მაღაზიაში შესვლა ისევ ახსენე ხო საზღვათა შორისო თითქოს, მაგრამ ისეთივე აბსურდია გირაოს არ გადახდის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. ის პირველი პოლიტპატიმარია ამ კუთხით და როგორც ჩანს სხვა პოლიტპატიმრების გვეყოლება, ვიცით გამოქვეყნდა სია იმ პირებისა, ვინც არ გამოცხადდა წოლუკიანის ბანდიტურ კომისიაზე, როგორც მოღალატეთა კომისიაზე, ეს ძალიან ხაზგასმით უნდა ვთქვა და ძალიან სწორია, ვინც არ გამოცხადდა, სწორი ნაბიჯი იყო და ვინც არ იხდის ან არ აპირებს გადახდას, მათი ნაბიჯიც არის სწორი. ოქრუაშვილი არის პირველი, ვინც არ გადაიხადა, როგორც მე ვხვდები, კი არა ვიცი, ნიკა გვარამია, ასე მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე და სხვები არიან რიგში და შესაბამისად ქართულ ოცნებას ეყოლება კიდევ არ ვიცი 7, 8 თუ 10 თუ 12 პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური ტუსაღი, პოლიტიკური ყვე. და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ამგვარი მეთოდებითაც ებრძვის ეს ქართული რუსული ოცნება, ანუ FSB-ს შეკვეთა ეს ყველაფერი და ოქრუაშვილთან მიმართებაში კიდევ განსაკუთრებულად არის FSB-ს შეკვეთა იმიტომ რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, ცუდი მინისტრი იყო, უკეთესი მინისტრი გვინახავს, ხო, არ ვიცი, გვინახავს კი. ნუ შესაძლოა გვინახავს როგორ არა, მაგრამ ცუდი მინისტრი იყო თუ კარგი მინისტრი იყო, ის თავდაცვის მინისტრი იყო, ბევრი ინფორმაცია ჰქონდა მას, ბევრგვარი ინფორმაციის მატარებელია, ასე რომ ამბობენ ხოლმე. ბევრი ინფორმაციას ფლობს და კიდევ რუსების შეკვეთაა სწორედ თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება, იმიტომ რომ თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი იბრძოდა უკრაინაში. აი მეორე თემა, რომელზეც ახლა მე ვისაუბრებ, სწორედ უკრაინას ეხება, უფრო ზუსტი რო ვიყო ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. და ვიდრე თემას გავშლიდე, ხო, ნაწილს მაინც გაჩვენებთ იმ სიუჟეტისა, რომელიც გავიდა ფორმულაზე ჯერ ვახუსანაიას შესავალი სიტყვა და ნინო ჟიჟილაშვილისა. ოდიში. საკითხი მძიმეა და სკანდალურიც, ვინაიდან როგორც გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო პროცესში რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს. უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის ქართველები საერთოდ მიიჩნევენ, რომ საკუთარ ქვეყანაში აღარ არიან დაცულები, მეტიც მათი მხრიდან ისმება კითხვა. ამის შემდეგ დაკავდება თუ არა ივანიშვილის რეჟიმი უკვე საკუთარი მოქალაქეების რუსეთში ექსტრადირებით, რასაც რუსეთი ყველა მებრძოლის შემთხვევაში ითხოვს. ქართული ოცნების სპიკერები პასუხობენ, რომ იარაღის ჩამორთმევის შესახებ ცნობები ყავდია, თუმცა დუმსის ვინც ეს დადასტურებულ დუმსის ვინც ეს დადასტურებულად უნდა იცოდეს და ეს ის გააკეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის უწყება. ვერ გავთიშენი ნოს ხმამასობაში, მეგონი გავთიში ახლა უკვე და აღარ გვინდა. ესე იგი, ისედაც ცნობილია ეს, რომ პრაქტიკულად ყველაზე ვინც იბრძვის საქართველოდან უკრაინაში, რუსეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოაცხადეს ზებნა და თითოეული მათგანი ან ბევრი მათგანი რუსეთის პირად მტრად არის მიჩნეული. ამასობაში საქართველოში ამ FSB-შნიკების მოცნებას გულისხმობ მხრიდან ვითარდება და დაიწყო ახალი პროცესი, ამ ახალი და რუსეთის მიერ შეკვეთილი პროცესი
უკლებლივ ყველას, ვინც იბრძვის უკრაინაში და ვისაც აქვს საკუთარი ოჯახები და რომლებსაც აქვთ იარაღის ტარების ოფიციალური უფლება, უკლებლივ ყველას ან ბევრ მათგანს უკვე მიუვიდა ან მისდის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მათ იარაღი ჩააბარონ. რატომ აკეთებს ამას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება? ერთი ვერსიით, იმიტომ რომ ეშინია ვთქვათ, რომ ესენი რომ დაბრუნდებიან, აიღებენ ამ საკუთარ იარაღს და ამათ გადაატრიალებენ. ეს ვერსია რელევანტური იყო ვიდრე პრაქტიკულად დღევანდელ დღემდე, როდესაც დადასტურდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარები ამას უარყოფენ, ეგრეთ წოდებული პარლამენტარები, შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორედ რუსეთის მიერ ძებნილთა მიმართ იყენებს ამ რეპრესიულ მეთოდებს და აპირებს, რომ ჩააბაროს მათი იარაღი და რამდენიმე მათგანს ეგრეთ წოდებული უწყებას მიუვიდა. ხო და რატო აპირებს? მე ამას ვკითხულობ, არა იმიტომ, რომ გადატრიალებისა და გადამოტრიალების ეშინია ქართულ ოცნებას, არავინ მის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას არ აპირებს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთმა უბრძანა, რომ ამათ იარაღი ჩამოართვი, იმიტომ რომ შესაძლოა სპეცოპერაციები ჩატარდეს საქართველოში უკვე მყოფების დაბრუნებულები ვინც არიან, თუნდაც დროებით დაბრუნებულები ვინც არიან უკრაინიდან და ისინი აიყვანონ და გადასცენ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებს, სამსახურებს, რომლებმაც ისედაც გამოაცხადეს ქართულ ბიჭებზე დევნა. ხომ, კარგად ხსნი. ესე იგი, რუსეთმა გამოაცხადა დევნა მათზე, ესენი ჩამოართმევენ იარაღს მათ, ვინც საქართველოშია, ახლა, იმიტომ ზოგი არ არის საქართველოში და უმრავლესობა არ არის საქართველოში და იქნება და კი არა, ამ შემთხვევაში მიადგებიან კიდეც და წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევს ეს მეომარი კაცი რუსეთის სპეცსამსახურებს, რომლებიც შეიძლება ცხინვალის რეგიონიდან შემოვიდნენ, შეიძლება აქ არიან უკვე თბილისში თუ სხვა ქალაქებში, შეიძლება ქართველ სამართალდამცავებთან ერთად კოორდინაციაში იმოქმედონ რუსეთის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, მეთქი აბა სხვა რა უწოდო მათ, მოკლედ ვიღაც რუსებმა, რომლებიც უხვად არიან საქართველოში და ამა თუ სოფლიდან თუ სახლიდან, დედაქალაქიდან თუ სხვა ქალაქებიდან თუ რაიონული ცენტრებიდან თუ სოფლებიდან აიყვანონ ის, არ ვიცი, 20, 30, 50 კაცი, ვინც დროებით არის ჩამოსული უკრაინიდან საქართველოში და განიარაღებული ვინც იქნება, ხო? უნებრივია ის წინააღმდეგობას ვერც გაუწევს. ამით არ სრულდება ეს ტრაგიკული ამბავი ან ტრაგიკული სცენარის ამბავი. თუ ეს სცენარი ასეც მოხდა და ესე განვითარდა პროცესები, ალბათობა იმისა, რომ ქართველმა რუსებმა, ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წოდებულმა ბანდამ და ამ ხელისუფლებამ გადასცენ ეს ჯარისკაცები რუსებს, რომლებსაც დევნა აქვთ გამოცხადებული ამ ჩვენს ჯარისკაცებზე, ალბათობა არის ძალიან მაღალი. აი ხალხო მე ვამბობ, რომ დესუვერენიზაციის საშინაო პროცესში ვართ მეთქი, ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინოება დესუვერენიზაციის, აქვე გაგიმხელთ 2025-ია ახლა და ახლოებით 12 წლის წინ ალბათ უფრო 2013-ში მე სრულიად შემთხვევით მანახეს სია არ მინდა შემეშალოს და ახლობით 30 ქართველი სამხედრო მოსამსახურის არც ერთს არ დავასახელებ, ცხადია მათ უმცირესობას ვიცნობ და პრაქტიკულად ყველა გვარი გამიგია, მაგრამ უმცირესობას ვიცნობ რომ და ესე რომ აჩვენეს მე მითხრეს რომ აი ეს 30-ეული ამ 30-ეულის გვარსახელი გადაგზავნილია სპეცსამსახურებში, იმიტომ რუსეთის სპეცსამსახურებში, იმიტომ რომ ისინი ითხოვენ 2008 წლის გადარჩენილი გმირების გვარსახელებს და მათ ლიკვიდაციას ერთის მხრივ, მეორეს მხრივ განეიტრალებას, მოდი ლიკვიდაციას მაინც არ ვიტყვი, მათ განეიტრალებას და მათთვის პირველ 30-ეულში თუ პირველ 100-ეულში არიან ეს ბიჭები, იყვნენ ეს ბიჭები მტრებისა, ვინც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა რუსეთს 2008 წლის ომში. მე მესაუბრა ამ თემაზე ამ 30-ეულიდან ერთ-ერთის ოჯახის წევრი, რომელიც ძალიან შეწუხებული იყო იმასთან დაკავშირებით და არ ჰქონდა ნდობა საქართველოს მაშინდელი კანონიერად არჩეული ხელისუფლების 2013-ში ბიზინა ივანიშვილი კანონიერად არჩეული იყო, აბა რა იყო ჩვენ და ჭირად და სამწუხაროდ არ ჰქონდა ნდობა და ჰქონდა ეჭვი, რომ ივანიშვილი და მისი სპეცსამსახურები გადასცემდნენ ამ მისი ოჯახის წევრისა და დანარჩენი 29 მეომრის ქსიას გვარსახელებს რუსეთის სპეცსამსახურებს, რომლებიც თავის მხრივ გამოიყენებდნენ ამას მათ წინააღმდეგ, განეიტრალებდნენ და შეიძლება ლიკვიდირებაც კი მოეხდინათ ამდენადაც ბოღმა და
და ამოძრავებდათ პონკბა ჰქონდათ და ვენდეტის სურვილი ამოძრავებდათ ამ ბიჭების მიმართ. აქვე გავიხსენებ, რომ იცით თქვენ, რომ უკვალოდ არის გამქრალი რამდენიმე ადამიანი 2008 წლის ომის მონაწილე, განსაკუთრებით ეს ეხება კოდორის მცველებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ასევე გავიხსენებ, რომ ძალიან ბევრი ქართველი მეომარი, რომელიც უკრაინაში არ არის, ხაზგუსვამ, წასულია ევროპაში და შეერთებულ შტატებში, ანუ განდევნილია საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან პროფესიონალთა ერთი ძალიან დიდი ჯგუფი, რამდენიმე საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, უფრო ზუსტი რომ იყო. ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვისაუბრე, იმაზე ვისაუბრე, რომ FSB-ს შეკვეთას ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აპირებს გაანეიტრალოს ქართველი მეომრები, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში და ახლა შესაძლოა დროებით იმყოფებიან. განეიტრალებას აპირებს მათი განიარაღებით და ახლა კიდევ ერთი ამბავი უნდა ვახსენო. ესე იგი, როდესაც ჩვენ ქართველ დიპლომატებზე ვსაუბრობთ, იმ დიპლომატებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დარჩენილნი იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ან საქართველოს ხელისუფლებასთან, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ აი საქართველოს ხელისუფლებაც წოდებული ბანდა ამ შემთხვევაში მხარს უჭერდა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციაში ამ ქართველის ყოფნას და ლიდერად ყოფნას. პირველ ყოვლისა ჩვენ გვახსენდება, აი მაგალითად გვახსენდება გოჩა ჯავახიშვილი, რომელიც საფრანგეთში იყო ელჩი და ჩვენ ყველანი ვაფასებთ, თქვათ გოჩას იმის გამოც, რომ ის ძალიან კარგი დიპლომატია, იმის გამოც, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის საფრანგეთში მუშაობის პერიოდში და იმის გამოც, რომ ძალიან კრიტიკულ მომენტში მან დატოვა თანამდებობა. ასეთი მასშტაბური დიპლომატი ჩვენ მე ვწუხარ, რომ არ აკვავს, როგორც ბატონი გოჩა იყო, აღარ გვყავს სამწუხაროდ საზღვარგარეთში ჩვენს მისიებში და ბოჭორიშვილი გესტაპოს მინისტრი ხო აპირებს იმ კადრების შემცირებასაც კი და იმ კადრების მიმართ რეპრესიების განხორციელებასაც კი, ვისაც რაღაცა ნიოტისოდენ და გამოცდილება აქვს. კარგით, ეს ერთი ამბავია, მაგრამ მეორე ამბავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მუშაობენ ჩვენი წარმუშაობდნენ და მუშაობენ ჩვენი წარმომადგენლები და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამ შემთხვევაში ან სხვა შემთხვევაში ზოგადად ხელისუფლება წარადგენდა ხოლმე ამა თუ იმ ორგანიზაციაში ჩვენს წარმომადგენელს დიპლომატს და ამბობდა, რომ აი ჩვენ გვყავს ეს და SM-ს გაეროს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი გახდა 2 ვადით და მესამე ვადით არჩევის შესაძლებლობა ჰქონდა ესეთ დიპლომატს ზურაბ პოლოლიკაშვილს და ვერ ნახავთ ვერც ერთ სეგმენტში, აი ნაცები რო არიან, ნაცებს ვერ ნახავთ, რომლებიც პოლოლიკაშვილზე, პოლოლიკაზე ამბობენ ცუცს. ქოცებს ვერ ნახავთ, ახლა ნორმალური ქოცი თუ ვინმე შეერჩა ამ ქვეყანას, ხო, ამ პარტიას, მათ ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი არის ცუდი. ვერავის ვერ ნახავთ, მოკლედ ლეიბორისტსაც და ზვიადისტსაც და ქოცსაც და ნაცსაც და არ ვიცი ყველას, უკლებლივ ყველას აქვს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება ამ ძალიან კარგი დიპლომატის მიმართ, რომელიც ერთი ხანობა მუშაობდა ესპანეთში, არ მინდა შემეშალოს და ხორცდები იყო ელჩის, შესაძლოა აღარ ჩამიხედავს, მოკლედ კარგი კაცია და გამოცდილი კაცია და ასე შემდეგ. მაგრამ და ბოლო პერიოდამდე აი საქართველოს უნდა წარედგინა სწორედ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაეროს ტურიზმის ასოციაციის სამსახურის ხელმძღვანელად. რაც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამდებობა და ამ პოლოლიკაშვილს კიდე უზარმაზარი რამე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, საქართველოს ტურიზმის განვითარებისათვის. დღეს რო ვამაყობთ და ვამბობთ, რომ აი ამდენი ტურისტი შემოვიდა, აი ამ საშვილიშვილო საქმეში ყველა ამაყობს, ხო? და კარგია რომ შემოვიდა ამ საშვილიშვილო საქმეში და საქართველოს პრეზენტირებაში უფრო ზუსტი რო ვიყო საერთაშორისო ასპარეზზე პოლოლიკაშვილს აქვს აგური კი არა. აი კედლები აშენებული პირდაპირ მნიშვნელობით. ხო და ახლა გააირკვა, რომ საქართველო არ აპირებს პოლოლიკაშვილის მესამე ვადით წარდგენას. ანუ წარმოიდგინეთ, შენი ქვეყნის წარმომადგენელი, კარგი დიპლომატი თან სამარცხვინო კი არა, კარგი, ვისითაც ამაყობ, ვინც შენ მნიშვნელოვნად შეგეხიდა, ქვეყანა შეეხიდა ტურიზმის განვითარებაში და მართლა კარგი სპეციალისტია, მის წარდგენას მესამე ვადით ისი შანსიც აქვს, აღარ აპირებს გობახიძე და მისი ბანდა. ხო, ეხლა ეს უცნაური ამბავია. უცნაური ამბავი არის ისიც, რომ ხარ მინდა შემეშალოს და ეხლა გეტყვით სად გაიცვალა უბრალოდ, ანუ ვისში გაცვალეს მეთქი ესე ვიხდი. მეგობარი აქტი მტრულა. ხო, გაჩუმდი ერთი წამით, გეთახვა. ორი შჯოვისონზეს მინდოდა ორი სიტყვის თქმა.
ხო, ესე იგი, ხო, მოდი რა რო არ შემეშალოს, არ ვიტყვი რომელი ქვეყნის წარმომადგენელს დაუჭერს საქართველოს, ეს არის არაბთა გაერთიანებული საემიროები ან საუდის არაბეთის. მე მგონი უფრო არაბთა გაერთიანებული საემიროები იმ ქვეყნის წარმომადგენელს დაუჭერს მხარს ქართული ოცნება და არა ზურაბ ბოლოლიკაშვილს. ხო, საოცარი ამბავია, ხო? და ახლა ისმის კითხვა, რატომ აკეთებდნენ ამას? ალბათ რაღაცაში გაიცვალა. ანუ უსთხეს ამ ქვეყნის ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომ აი თქვენს ქვეყანას დაუჭერს, თქვა ჩვენს კონკურენტ უნარიან კანდიდატურას არც დავასახელებთო მესამე ვადით რომ აირჩიესო და ზურაბ ბოლოლიკაშვილიც კი ეს ყოველთვის გაწონასწორებული, თავდაჯერებული ასაგვირველია. და გაწონასწორებული კაცი გადაფსიხდა მეთქი, იმიტომ რომ ეს არის არამხოლოდ მისი როგორც კვალიფიციური პირის შელახვა, ეს არის ქვეყნის შელახვაც და მან ბოლოლიკაშვილმა გამოგზავნა წერილი ფორმულაც. ამ წერილს ჩავიკითხავ ახლა თავიდან ბოლომდე. ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ჩანვარ 12 საათიანი ფრენა მაქვს, თვითფრინავში ჩავჯექი, მაშინ ნახე და აქ არის უცნაურესი სიტყვა, პირველად გაჩენილი ჩვენს საზოგადოებაში, რომელსაც ხმარობს ზურაბ ბოლოლიკაშვილი, ეს გამოცდილი დიპლომატი, ესე იგი თავიდან ვკითხულობ ციტატას, ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ჩანვარ 12 საათიანი ფრენა მაქვს, თვითფრინავში ჩავჯექი, მაშინ ნახე დიპ ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვები, ანუ ხვალ ფორმულას ისედაც უნდა ვუყუროთ, მაგრამ მეაქციეთ ყურადღება, ფორმულას საღამოს ეთერს თუ არ ვწდები გურამთან და ელისოსთან იქნება. გურამ როგავასთან და ელისო ჯარიაშვილთან ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსის, რატომ გააკეთა ეს. 3 კვირაა და მეტი წერ ვურეკავ და იმალება გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა. მე არ წარმოვადგენ არც Deep State-ს, არც გლობალური ობის პარტიას, მე ვარ ქართველი გაეროს სოფლიო ტურიზმის გენერალური დივანი. ახლა ესე ქვია თორმე ორგანიზაციას გაეროს სოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და მისი გენერალური დივანი არის ჯერაც ბატონი ბოლოლიკაშვილი, თუმცა დღე-დღეზე კი არა, უახლოეს მომავალში არჩევნები რო იქნება, საქართველოს ხელისუფლება ხელს არ აწევს, საქართველოს არ ასწევს მის მხარდასაჭერად ხელს, ანუ არ ასწევს ხელს დიპ ვირთხების ეს თელი ჯგრო მეთქი. ახლა მეოთხე თემის გაშლაც მინდოდა, რასაკვირველია მეოთხე თემა ეხება ჯო ვილსონს და მეგობარი აქტს და საქართველოს დე-ფაქტო პარლამენტის მიერ განხილულ მეგობარი აქტს. ამას აღარ შევეხები, 22-23 წუთია უკვე ეთერში ვარ, კი არა, ეს ჩემი ვიდეო ბლოგია. ჩემი მხარდაჭერა ირაკლი ოქრუაშვილს, ჩემი მხარდაჭერა ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ახლა უკრაინაში და ვისაც ეს დიპ ვირთხები აპირებენ, რომ ვის შეწუხებას აპირებენ ეს დიპ ვირთხები, იარაღის ჩამორთმევას, განიარაღებას და ასე შემდეგ. ჩემი მხარდაჭერა ზურაბ ბოლოლიკაშვილს, ჩემი მხარდაჭერა ყველას, ვინც ამ რეჟიმის დიპ ვირთხების, გამოვკვიდროთ მოდი ეს ტერმინი, ასეც დავარქმევ, დიპ ვირთხების ხელისუფლება ამ ვიდეო ბლოგს ასეც დავარქმევ ფოტოზე, ხვალ ალბათ გამოვიდანთ საშინელი ცხოველია ჩემი აზრით ვირთხა. და ალბათ ხვალ გავაკეთებთ პატარა ბანერუკას და გამოვიდანთ მათ შორის ვირთხას. ნახვამდის.